სივრცე, რომელშიც ცხოვრობთ, არ არის ნეიტრალური ფულის ენერგიის მიმართ. მე მინდა გესაუბროთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ფულის ენერგიას ბლოკავს. მოვიყვან მაგალითებს ფენშუიდან, ეზოთერიკიდან, ნუმეროლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან და რა თქმა უნდა, არ დამავიწყდება ჩვენი წინაპრების ადათ-წესები, ეგრეთ წოდებული ცრურწმენები, რომლებიც ასევე მოქმედებენ ფინანსური ენერგიის გაძლიერებაზე ან მისი ნაკადი შემოდინების შემცირებაზე. ეს რომ კარგად გავიგოთ, მოდი ჩამოვთვალოთ ის ხშირად დაშვებული შეცდომები, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. ნომერ პირველი შეცდომა არის არეულის შემოსასვლელი. კვლევებით დადასტურებულია, რომ არეული სივრცე ზრდის შფოთვას და ასევე ამცირებს გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს. სახლის შემოსასვლელი არის პირველი სივრცე, სადაც ადამიანი და სახლის ენერგია ერთმანეთს ხვდება. ფენშუიში ეს განიხილება როგორც ენერგიის კარი, ხოლო ფსიქოლოგიაში კი როგორც პირველი შეხვედრის ზონა. სახლის შესასვლელი აუცილებლად უნდა იყოს ნათელი, თავისუფალი და ამასთან ერთად ფუნქციური. თუ თქვენ სახლს დიდი ჰოლი აქვს, შეეცადეთ განათავსოთ სარკეები ისე, რომ სახლის კარს არ უყურებდეს. ეს გარდა იმისა, რომ ვიზუალურ მხარეს გააფართოვებს, ამასთან ენერგეტიკულადაც დაგიცავთ ავი თვალისგან. როგორც უკვე ვთქვი, შემოსასვლელი უნდა იყოს განათებული და მასთან ერთად მოწესრიგებული. ხშირად ფეხსაცმელებს შემოსასვლელში ვტოვებთ და ეს გარკვეულწილ ქაოსს ქმნის. შევეცადოთ ფეხსაცმელები მოვათავსოთ შესაბამის კარადაში. იმ შემთხვევაში თუ კარადა არ გვაქვს, ისინი განვალაგოთ მოწესრიგებულად. სასურველია შემოსასვლელში ხშირად აანთოთ სანთელი და მასთან ერთად საკმეველი ან სურნელოვანი ჩხირი.